მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში წერილობით უკვე რამდენიმე დღეა პასუხობენ. აღნიშნულ უთანხმოებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა აზრს მოკლებულია. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ იმ ვითარებით, რაც ახლა არსებობს, ოპოზიცია ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. საკითხს აფასებენ მმართველ გუნდშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ საზოგადოებამ ოპოზიციის რეალური სახე უკვე არაერთხელ დაინახა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას მისამართით მორიგი კრიტიკა და ბრალდება გავრცელა. მაგრამ მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, ორ განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი და ყველაზე კარგი პასუხი გასცა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, როდესაც წერტილი დაუსვა ამ პოლემიკას. იმიტომ რომ დღეს და აქ მნიშვნელოვანი არის გამოვიდეთ იმ მოთხოვნებიდან, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან მიმართებაში. ეს არის ერთიანობა, ეს არის საერთო სტრატეგიით ბრძოლა, ამიტომ ბუნებრივია ცალკეულ წარსულის კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა, ასე თქვა, დაიწყოს ჩვენ დღევანდელ რეალობას და დღევანდელ ბრძოლას. ყველას აქვს წარსულის წყენები, წარსულის რაღაც შეიძლება კარგი და უარყოფითი გამოცდილება, მაგრამ დღეს ამ შემთხვევაში ჩვენ გვავალდებულებს ქვეყნის ინტერესები. წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი ინახავს ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილი ერთი ხელით აფინანსებს ქართულ ოცნებას, მეორე ხელით აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობის გარკვეულ ჯგუფებს, ეს ფაქტობრივად გამოვიდა სააშკარაოზე. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, არის კორუფცია. კორუფცია არის ხელისუფლებაში, როდესაც ის ხალხის ფულს იპარავს და კორუფცია არის აი ამ ოპოზიციის ნაწილში, რომელიც ბოლო წლებია იკვებება ივანიშვილის დახმარებით. ბოლო წლების განმავლობაში. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუ რა დღეში ჩაიგდეს თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურის წარმომადგენლებმა. ჩვენ მხოლოდ ერთ რამ შეგვიძლია ვუყუროთ მათ უბედურ მდგომარეობაში ყოფნას, რაც მხოლოდ სასკეთოა ქართული პოლიტიკური სივრცისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის, რაც უფრო მეტი სამშობლოს მოღალატე ერთმანეთს დაუპირისპირდება, მხოლოდ უკეთესია ჩვენი ქვეყნისათვის. როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი ნარკოტიკი ძალაუფლებაა და ამ ნარკოტიკს, ამ ძალაუფლებას ვერ იყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ისინი მიილტვიან ძალაუფლებისკენ, რომ შემდეგ ის სისხლიანი ცხრაძელი და უბედურება სისხლის კალოები ჩვენს ქვეყანაში დაატრიალონ, ბიზნესის რეკეტიდან დაწყებული ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათვლით დასრულებული და ეს ყველაფერი უნდა იყოს გარედან, რა თქმა უნდა, მხარდაჭერილი. აი ამას ვერ იყოფენ ეს ადამიანები.